მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოცნების პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მომხრე. სამისო ბევრი მიზეზი მაქვს. პირველ ყოვლისა, რაც ყველა მიცის, უკლებლივ ყველამ, ეს არის 20 ივნისის ღამე, გავრილოვის ღამე. იმ ხანად პრემიერ-მინისტრი იყო კაცი, რომელსაც მაშინაც და ახლაც ჩალის ფასი აქვს. არა, კი არ ვაკრიტიკებ მაინც და მაინც, კი არ ვუტევ, მაგრამ ხსმენიათ კი მამუკა ბახტაძის ხმა მაღალი ან თუნდაც ხმა დაბალი პოზიცია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. არც მაშინ, არც ახლა და არც მომავალში მამუკა ბახტაძე არც არაფრის დამფიქსირებელი არ არის. მაგრამ ამიტომ და სწორედ ამიტომ მე მამუკა ბახტაძეზე არც ერთ სიტყვას არ ვიტყვი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო, ანუ გიორგი გახარიაზე ვიტყვი 2-3 მწარე სიტყვას, თუმცა საბოლოო ჯამში გიორგი გახარიასაც არ ეხება, არ ეძღვნება ეს ვიდეობლოგი. მოკლედ გიორგი გახარია იცით თქვენ რომ იყო პრემიერ-მინისტრი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, უკვე შემდგომ გახდა პრემიერ-მინისტრი და გიორგი გახარიას მე ვაკრიტიკებდი და ვაკრიტიკებ სწორედაც რომ გავრილოვის ღამის გამო სხვებიც რასაკვირველია იყვნენ დამნაშავენი, ეჭვმიტანილნი თუ გნებავთ, ან ბრალეულნი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ირაკლი კობახიძე, რასაკვირველია. ირაკლი კობახიძის გარდა ანზორ ჩუბინიძე, სხვები ვინც ქართულ სახელმწიფოს მოუწყო გავრილოვის ღამე, ჩემი ღრმა რწმენით გაცილებით უარესი, ვიდრე 7 ნოემბრის ამბები იყო და ვიდრე 26 მაისის ამბები იყო, მაგრამ კი არ ვატოლ ვაჯიბრ რებ ეხლა ერთმანეთთან ეხლა იმ სააკაშვილის დროინდელ საშინელებებს და 20 ივნისს არა, ერთი მეორეზე უარესია მეთქი. ვიტყვი ასე, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში 20 ივნისი უარესია ვიდრე 7 ნოემბერი ან 26 მაისი. მაგრამ ამას არ აქვს ეხლა პრინციპული მნიშვნელობა. გიორგი გახარია კვლავ ვიმეორებ, ჩემი აზრით არის დამნაშავე, ან კარგი, სხვაგვარად ვიტყვი, ბრალ დასადები 20 ივნისის გამო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მან უკვე შემდგომ პერიოდში ერთხელაც არ თქვა სიმართლე, რომელსაც ველით და რომელიც არსებობს. ბუნებრივია, რომ 20 ივნისს ვერავინ ვერ მოაწყობდა, ვერც კობახიძე, ვერც ბახტაძე, ვერც გახარია, ვერც ჩუბინიძე, ვერც სხვები საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო კაცი, რომელიც 10 საათზე იძინებს. დიახ, 10 საათზე იძინებს როგორც წესი ბიზინა ივანიშვილი, თუმცა იმ ღამეს, იმ უმნიშვნელოვანეს ღამეს მან დაიძინა ალბათ მაინც გვიან. და მაგალითად 2 საათზე, მაგალითად 3 საათზე და ბახტაძის გავლით თუ ბახტაძის გავლის გარეშე, ალბათ ბახტაძის გამოყენების გარეშე, მასთან უშუალო კავშირში იყო მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი და ბიზინა ივანიშვილის ჩუმი ირიბი ან პირდაპირ იღია თანხმობით მოხდა ის 20 ივნისს რაც მოხდა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ამბავი, რის გამოც მე ვაკრიტიკებ და მომავალშიც გავაკრიტიკებ გიორგი გახარიას, აკითხარით რომ მას უნდა ეთქვა და უნდა თქვას, რომ თავარი ბრალეული 20 ივნისს არის სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ეს არ არის ერთადერთი ამბავი, რაც მოხდა მისი ან შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ან პრემიერ-მინისტრობის დროს და რაშიც ის გასაკრიტიკებელია, მან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მის პერიოდში, მისი პრემიერობის დროს, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩაიშალა. და ყველაზე მთავარი, რაც ჩაიშალა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, დამოუკიდებლად იმისა, აჩრდილი ივანიშვილისა დაძდევდა თუ არა მას, კარნახობდა თუ არა ივანიშვილი, კარნახობდა, რასაკვირველია, მაგრამ ფორმალისტურად, როცა შენ ხარ პრემიერ-მინისტრი, შენზეა პასუხისმგებლობა დე იურე. ხო და იმ ხანად კანონიერი იყო ხელისუფლება ქართული ოცნებისა და პრემიერ-მინისტრიც კანონიერი იყო შესაბამისად და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლა თლიანად თუ არა დიდწილად სწორედაც რომ გიორგი გახარიას კისერზეა, ასევე რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილისა და ეგრეთ უწავყვებით რუსეთის ბრალია, რასაკვირველია, მაგრამ რუსეთს ამის გამო დავადანაშაულებთ, მაგრამ ესე პასუხს ზოგადად რუსეთს ვერ მოვთხოვთ, ან რუსეთის კონკრეტულ წარმომადგენლებს და რომც მოვთხოვთ, ეხა საბრალდებოს კამზე არ დავსვავთ პუტინს, ვერ დავსვავთ პუტინს, მედვედევს თუ სხვებს, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის გამო, გახარიას არ უნდა დავსვათ ამის გამო, რასაკვირველია, და არც არაფრის გამო საბრალდებოს კამზე, მაგრამ აი ესე რაღაცა ის ქართველია, რაღაცა ის პოლიტიკურ პროცესშია, რაღაცა ადრე თუ გვიან უნდა გაირჩეს ამგვარი საქმეები, კითხვები კი უშუალოდ მეც და ჩემზე უფრო კომპეტენტურებსაც, რასაკვირველია მის მიმართ აქვთ. და მთავარი კითხვა არის,
რატომ ლობირებდა პირდაპირ თუ ირიბად გახარიას სწორედ მისი სამინისტროების, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს გამოყენებით ფოთის სპორტს და ლობირებდა და რატომ არ წავიდა სახელმწიფო იმგვარ დათმობებზე, რომლის შედეგადაც უკვე დღეს 25 წლისათვის ჩვენ ანაკლიის ხვასყოვანი პორტის პირველი სტადია უკვე განხორციელებული, შესრულებული გვექნებოდა და ჩვენთან უკვე შემოვიდოდნენ, შემოსულნი იქნებოდნენ ეს დიდი გემები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტვირთს გადაზიდავდნენ და გახარია ამაში გასაკვირველია, ბრალეულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ აჩრდილი ივანიშვილისა მას დასდევდა და სწორედაც რომ ივანიშვილი კარდახობდა და ეუბნებოდა რომ ჩააშალე ეს პროექტიო, მაგრამ ახლა მე ამ კუთხით არ ვსაუბრობ გიორგი გახარიაზე, იცით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს უაღრესად კრიტიკულ დამოკიდებულებას მის მიმართ, ასევე რასაკვირველია უკვე დღევანდელ დღეს ჩემი მოსაზრებით გიორგი გახარია ბრალდასადები მორალურ ბრალდებას გულისხმობს ხადია არის იმის გამოც რომ უკაცრავად სიტყვისთვის და აითესა ჰქვია აბა სხვა არაფერი არ ჰქვია დაითესა დატყდა წავიდა ლიტერატურულად უფრო კარგად ლიტერატურულად შემიძლია დიახ იმის გამო რომ გადარჩენილიყო იმის გამო რომ როგორმე დახსნოდა ამ ჯოჯოხეთურ მართლაც ხელისუფლებას ბიზნა ივანიშვილს დახსნოდა გიორგი გახარიამ ამჯობინა რომ გძელვადიანი მივლინება გაიფორმოს და წავიდეს და იქიდან უკარდახოს თუ მის პარტიასთან თუ მთლიანად ქვეყანას როგორ უნდა იმოქმედოს და არ არის ეს სწორი ჩემი აზრით მით უფრო როცა 65 პოლიტპატიმარი ხავს ქვეყანას მათ შორის პოლიტიკოსი პატიმრებიც 8 მინიმუმ და რეალურად კი მეტი შენს უნდა იყო მზად იმისთვის რომ ჩაჯდე აღარ ვლაპარაკობ იმ შეცდომაზე მეტზე რასაც უშვებს გახარია და სხვების უშვებენ ეგ რა მაგის პასუხია მათ შორის ანაკლიის სპორტის მესვეურები ხაზარაძე და ჯაფარიძე როცა მონაწილეობენ ამ არჩევნებად წოდებულ ფარსში ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ სპეცოპერაციას რომ უწოდებს მეც ვუწოდებ რუსულ სპეცოპერაციას მაგრამ მე მინდა ხაზგასმით თქვა რომ არ მგონია კი არა დარწმუნებული ვარ რომ თავად ხაზარაძე და ჯაფარიძე კონკრეტულად ვერაცნობიერებენ რომ ისინი რუსული სპეცოპერაციის ნაწილნი არიან საერთოდაც მგონია რომ არსებობს რაღაც დამალული ინფორმაციები რამაც გადააწყვეტინა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მათზე კი არ გადავდივარ მაგრამ მაინც მონაწილეობა ამ არჩევნებში რომელიც უშედეგოდ დამთავრდება ოპოზიციის ამ ნაწილისთვის ვინც მონაწილეობს და სრული ლეგიტიმური ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ გამარჯვება ჩაეწერება თუ გამარჯვებას გაიფორმებს ქართული რუსული ოცნება. მაგრამ ეხა ხაზარაძე ჯაფარიძეზეც არ ვლაპარაკობ და საბოლოო ჯამში არც გახარიაზე ვსაუბრობ. მე სხვა ამბავს გაგახსენებ. თუ გახსოვთ მას შემდეგ რაც და აქ უკვე ერთ-ერთი იშვიათი ეპიზოდთაგანია, როცა გახარია მართალია, თუ გახსოვთ, როდესაც გახარია გადადგა, უკვე მალევე დაიწყო თუ აგორდა კამპანია მის წინააღმდეგ. რატო გადადგა გახარია? იმიტომ რომ მელიას დაჭერის ფორმასთან, დროსთან, ვითარებასთან დაკავშირებით მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. აი იმ ხანად არავის არ ახსოვს ჩორჩანა. წულუკიანი პირიქით მიიჩნევს შეიძლება ორი კვირით ადრე ვთქვათ, ხო? რომ ჩორჩანაში რომ საგუშაგო დადგა გიორგი გახარიამ ეს სწორი იყო და მართლა სწორი იყო. ეს მეორე იშვიათ ეპიზოდთაგანია და სწორი იყო გახარიას ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ უნდა აეყვანათ იმ ფორმით მათ შორის იმიტომ რომ შეიძლება მელია დასხლტომოდა, მათ შორის იმიტომ რომ ეს იქნებოდა ოპოზიციური კი არა, ხო, ოპოზიციური პარტიის თვის სასარგებლო გამოიყენებდა ოპოზიციური პარტია, საკუთარი თავისთვის გამოიყენებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მოუვიდა გაუგებრობა ამ ქართული ოცნების ძირითად გუნდთან, ბირთვთან და ბირთვის მხარეს გადავიდა ივანიშვილი და გახარიაც იძულებული იყო რომ წასულიყო. მაგრამ უკვე იმ ხანად იმ პერიოდიდან ააგორეს კამპანია გიორგი გახარიას წინააღმდეგ და კარგა ხანია უკვე წელიწადია მეტი საუბრობენ იმაზე რომ გიორგი გახარია არის შეკრული არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის ალბათ მაინც თავარან ერთ-ერთ თავარ ძალასთან ნაციონალურ მოძრაობასთან ეს გასაგებია იმიტომ რომ სადღაც საკრებულოებში უმრავლესობა შექმნეს ეს კოალიცია არ არის და ასე შემდეგ არამედ გიორგი გახარია არის deep state
ამ deep state-ზე ქართული გაგებით, კობახიძისეული გაგებით ცხადიო და გაგეცინოს კაცს, მაგრამ ამათმა ხომ თავადაც დაიჯერეს ამ ქართულმა რუსულმა ბანდამ და სხვებიც გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა დააჯერეს deep state-ის არსებობა, ამგვარი deep state-ის არსებობასა და ამგვარი deep state-ის მიერ საქართველოს თან ომის წარმოებაში დააჯერეს და თავს მოახვიეს ეს სიგიჟე ბოდვა. ხო და გიორგი გახარიაძე, კობახიძენი და სხვები ამბობენ, რომ ესო deep state-ი არისო. და deep state-ი კი იცით, რომ გლობალურობის პარტია ამათეული გააზრებით და გიორგი გახარიაც ჩვენ გვითრევდა ომშიო. არის რა deep state-ი თუ გლობალური ომის პარტიაო. კითხვას. კი, მაგრამ ეს გიორგი გახარია არისო და შეგვიძლია ცხადია დავსერჩოთ კადრები, რომელსაც თქვენ მიესალმეთ და ჩვენი გუნდის ლიდერია ამბობდით. საუკეთესო პრემიერია ამბობდით, საუკეთესო მენეჯერია ამბობდით, მასზე ხო? ეს ის გიორგი გახარია არისო, რომელმაც ერთი ხანობა მაინც ზურგით გათრიათ, ათრიათ ქვედი ავტორიტეტი, ამას როცა ეკითხები, ისინი პასუხობენ, რომ გიორგი გახარია ჩვენ დაგვანიშნინა იმ ხანადაც ძლიერმა, მაგრამ deep state-მა. და იძულებულნი ვიყავით, რომ გაგვეგორებინა უკაცრავად ძმისთვის, ანუ კოჭი გაგვეგორებინა deep state-ისთვის და გახარია იმიტომ ამოვწიეთ წინ, რომ ოღონდ გავიხსენოთ, გიორგი გახარია როდის ამოსწიეს წინ. ამოსწიეს სწორედ გავრილოვის ღამის შემდეგ, ანუ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. და ესე იგი გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრად კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ როცა მოაწყო გავრილოვის ღამე, იმ ხანადაც deep state-ი იყო. დიახ, ისინი ამბობენ, რომ გავრილოვის ღამე მოაწყო deep state-მა გიორგი გახარიამ და ეს იყო ცუდი, მაგრამ მარტო გიორგი გახარიას ხო ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა. ხო მთელი გუნდი იყო იქ, იმ ხანად, აი 20 ივნისს 2019 წლისა გავრილოვის ღამის დროს და ირაკლი კობახიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა თუ სხვებმა და სხვებმა რომ ჩაასკუპეს გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ეს რა არისო პროვოკაცია? ეს არისო deep state-ის თამაში ან პირველი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც deep state-ელი თუ მაინც და მაინც ასეთია გიორგი გახარია ამგვარ რამეს გააკეთებდა ჩაიდენდა? მამუკა ბახტაძე კლავდი მეორე ფჩალა იყო, ჩალის ფასი ჰქონდა, ვინ ეკითხებოდა, არც კობახიძე და არც გახარია ცხადზე ცხადია. ანუ გიორგი გახარია deep state-ელი იყო 2019-შიც, ეგრე გამოდის ამათეული ლოგიკით. დიახ, დაგვანიშნინაო deep state-მა, გავუგორეთ კოჭიო, ამას ამბობს არა მხოლოდ თენგიზ შარმანაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეც კი და თავიდან ბოლომდე ემიჯნება გიორგი გახარიას და აი საგუშაგო დადგა გიორგი გახარიამ ჩორჩანაში, იმაზეც კი ამბობენ, რომ ეს ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ ამით ომში გვითრევდა deep state-ელი გიორგი გახარია. კარგით, წავყვეთ ამ ლოგიკას, ამ სიგიჟეს, ამ ბოდვას. და ვთქვათ, რომ ოკეი, გიორგი გახარია იყო deep state-ის წარმომადგენელი და ეხლა თავიდან ბოლომდე შევცვლით თემას და ვიკითხავ ასე. ყველაფრის დაბრალება deep state-ისათვის შეიძლება განა? როცა საკუთარ გადაწყვეტილებას იღებ, შენსას, მარტო შენსას, შეიძლება რომ თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სწორი, აღმოჩნდება რომ სწორი არ არის. მერე უკლებლივ ყველაფერი მიაბრალო გინდა სააკაშვილს, გინდა გლობალური ომის პარტიას და გინდა deep state-ს, მოკლედ ყველას საკუთარი თავის გარდა? ალბათ მაინც არა. თბილისის მერი, რომის კანდიდატი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე რომ წარადგინეს მთაწმინდის პარკში, იქ ესწრებოდა ბევრი ადამიანი. კარგებიც ესწრებოდნენ, მეთქი ხაზგასმით ვამბობ, ანუ პირები, რომლებიც რომ მართლა მიიჩნევენ, არ არიან აი ეს კარგად არ მესმის საპოლიტიკურობა მოცემულ ეტაპზე, მაგრამ არიან რა, თავისთვის არიან, შუმად არიან და ხანდახან ხელისუფლებასთან, ბანდასთან, იციან რომ ბანდაა, მაგრამ მიდიან იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ მათზე ემან რამე შეტევა არ მიიტანოს უკვე სამომავლოდ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე არის იერიშის მიმტანი და აი ამ პოლიტიკურ პარტოგაგებით თამაშობაში არის. მაგრამ გარდა იმისა, რომ ესწრებოდნენ ქართული ოცნების ბანდის წარმომადგენლები, ცალკეული ის პირები, რომლებმაც ამ მიმართაც შეიძლება ჰქონდეს სიმპათია, გეტყვით რომ შეიძლება ჰქონდეს. ხო, მაგალითად ესწრებოდა ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელი, მსხვილი ჯგუფისა და ბანკის ხელმძღვანელი. ხო, ერთ და იგივე პირი, რომელთაც ჰქონდა ხელისუფლებად წოდებულ ბანდასთან მანამდე 1-5-7 დღით ადრე პრობლემები. არა უშავს, სარალაზე ვლაპარაკობ. მე არა ვარ მასზე განსაკუთრებული აზრის, მაგრამ ის მსხვილი ბიზნესმენია, მას
ეს Silk Group-ი აქვს, ხო? მან გააკეთა ეს რამდენიმე სასტუმრო ბიზნესი აქვს, ხვილი ინვესტორია ჩვენ მასშტაბებში გასაკვირველია და აქედან გამომდინარე გარკვეულ პატივისცემას გასაკვირველი მე მის მიმართ ვაფიქსირებ ამ ხაზგასმით ვამბობ ყოველგვარი მაგრამს თუმცას ემანდ რაღაცი ოღონდის და რაღაცეების გარეშე მაგრამ აქ იყვნენ ქართული ოცნების თავგადაკლული მომხრეებიც ეს ეგრეთ წოდებული ვთქვა ეს სიტყვა ელიტა ან ნაშური მონაშო ელიტა ტუჩებ დაბერილნი მეთქი რა უფლება მაქვს აკრიტიკო ისინი ტუჩებისა და დაბერილობის გამო მაგრამ სახელმწიფოზე ნაკლებად მზრუნველნი და ტუჩების დაბერვაზე კი მეტად გადამკვდარდი მეტად მოფიქრალნი რომლების აი ლალი მაროშკინები და მაროშკინასაც არჩივი სხვები და სხვები ცნობილი ადამიანების მეუღლეები, რომლებსაც ესეთი აროგანტული პოზიცია, აროგანტული ტონი აქვთ, მათ იციან და სხვა არავინ, აი არავინ არ იცის. ნინო დათაშვილმა არ იცის, მზია ამაღლობელმა არ იცის, თუ მაინც და მაინც ქალებზე უნდა ვილაპარაკოთ, აი მათ კი იციან იმის გამო, რომ სალონიდან ახალ გამოსულები იყვნენ ამ სალონში, საბოლოო ჯამში მე რა გამგევარ ამისა. ესენიც იყვნენ, მაგრამ გაგიკვირდება და ამ ქართული ოცნების ახლა უნდა ვთქვა, ქართული ოცნების მერობის თბილისის მერობის კანდიდატის პრეზენტაციაზე იყვნენ პირდაპირი მნიშვნელობით არადაქამინგაუთებული ჰომოსექსუალები და არც ეს არ არის პრობლემა. ახლა ვინმე რომ ჰომოფობიაში არ ჩამითვალოს, ამ თავით მე ვაფიქსირებ, რომ მე ჰომოსექსუალებზე ვლაპარაკობ და არ არის პრობლემა თუნდაც მათი არ დაქამინგაუთება, ანუ არა ღიად ჰომოსექსუალობა, არამედ ფარულად მი ჰომოსექსუალობა, რაც მათ ახასიათებთ. ხო, მათ ცხოვრების წესია. იყვნენ, ჯანდაბას იყვნენ, რა პრობლემაა, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემაა ის, რომ ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ერთის მხრივ თითქოს ებრძვის მათეული გაგებით უღმართებულ წესს ცხოვრებისა. ანუ იმ წესს, რომლითაც ცხოვრობენ მათ შორის მისი ჰომოსექსუალები, მაგრამ მეორეს მისი მომხრე ჰომოსექსუალები. მაგრამ მეორე მხრივ მათთან ძალიან კარგადაც თანამშრომლობს, იმიტომ რომ ისინი სჭირდება. სჭირდება როგორც გამოჩენილი ადამიანები, სჭირდება როგორც მეტ ფოლოვერიანი ადამიანები, ანუ მეტი ფოლოვერი ხავთ ბევრი ამგვარ ტიპებს, მაგალითად Instagram-ზე თუ არ ვიცი, YouTube-ზე შესაძლოა თუ არ ვიცი, Facebook-ზე და ასე შემდეგ, ანუ სოციალებში გამოიყენებს და ეყრდნობა მათაც როგორც ჰომოსექსუალი, როგორც ამგვარ ტიპებს, როგორც პოპულარულ ადამიანებს, რომლებიც ამავდროულად არიან ჰომოსექსუალები. იყვნენ მეთქი ჰომოსექსუალები, მე პირადად პრობლემა არ მაქვს. ესენი რომ ამბობენ, რომ პრობლემაო, ამაზე ვამახვირებ ყურადღებას. არ დავასახელებ ცხადია, არც ერთ თითოეული მათგანი არა, ბევრი მათგანი თქვენ ნახეთ ტელეეკრანებიდან, რომლებმაც ასე მამაკაცებმა გაიარეს სინაზით და არც ეს არ არის პრობლემა, იარონ სინაზით, ყველა ეხა ჰალკი ვერ იქნება და ჰალკივით ვერ ივლის, ლევან საღინაშვილივით ვერ ივლის, რასაკვირველია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მეორე ჯერზე, მეორე სხვა შემთხვევაში, ხო, მამუკა მდინარაძე თუ სხვები და სხვები ხმამაღლდებიან და იტყვიან, რომ ეს არის ცხოვრების ცუდი წესი, რომელსაც გვახვევს თავს ევროპა და ევროპა როგორ გახვევს თავს, როცა შენივე პრეზენტაციაზე პრაქტიკულად პირველ რიგებში არიან ეს პირები, რას ვერჩი, არაფერს კვლავ ვიმეორებ, მაგრამ მაინც რატომ მინდა ამაზე რატომ გავამახვირე ყურადღება და გახარიადან დავიწყე და აგე ჩამოვედი პირებამდე, რომლებსაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვთ. იმიტომ რომ ეხლა აი მოცემულ ეტაპზე ქართულმა ოცნებამ კვლავ გვარების დასახელების გარეშე ქართულმა ოცნებამ დაიწყო ამა თუ იმ ქალაქში მერობის კანდიდატთა ყველა ქალაქში 65-ვეში თუ არ ვცდები თუ ნაკლებში არ ვიცი მოგ დამნიშნულობა აქვს მერობის კანდიდატთა დასახელება და აღმოჩნდა რომ დასახელებულ კანდიდატთა შორის მინიმუმ 3-4 სწორედ არატრადიციული ვიცით ხომ რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა და ეხლა გამოხდება ხანი, როდესაც ისინი ცუდი არა, კარგია თუ კარგი მერები იქნებიან ამა თუ იმ ქალაქისთვის, მაგრამ ემანდ თუ ისინი ცუდი მერები იქნებიან, ან რომელიმე მათგანი იქნება შედარებით ხმამაღალი, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც, ხო? ან თუ რომელიმე მათგანი იქნება ხმამაღალი, უცებ შეიძლება გამოხდეს ქართული ოცნების წარმომადგენელი რომელიმე ერთი უგვანი და თქვას, რომ იცით რა არის? გახარიასი არ იყოს, აი ეს პირი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და დავნიშნეთ რომელიმე ქალაქის მერად თუ ავარჩევინეთ რომელიმე ქალაქის მერად, ისიც კი ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ deep state-მა დაგვავალდებულაო.
ყველაფრის დაბრალება არ არსებული, ყობახიძისეული გაგებით არ არსებული Deep State-ისთვის რასაკვირველი არის ქართული ოცნების სტილი და ტაქტიკის ნაწილი, რომ ჩვენ აი ამ ბურუსსა და აი ამ გაუგებრობაში გვამყოფოს რეალურად ყველა გადაწყვეტილება, ცუდიც თუ კარგიც, საშუალოც, კარგიც, ცუდიც, უარესიც, უარესზე უარესიც და ასე შემდეგ, წვრილიც და მსხვილიც, ანუ რომელიმე ქალაქის მერობის კანდიდატი ვინ უნდა იყოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე, ან როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს ევროკავშირთან საქართველოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე უკრებლივ ყველა ან უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ან ბიზინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული და ახლა მე ვკითხულობ ხმამაღლა მოსწონთ ამათ ჰომოსექსუალები არატრადიციული მოდი ესე ვიტყვი LGBT თემის წარმომადგენლები გამოდის რომ მოსწონთ ერთი ხმლით ერთი ხელით ებრძვიან ოღონდ თითქოს მაგრამ მეორე მხრივ ნიშნავენ თუ წარგვიდგენენ ჰომოსექსუალებს და მე კვლავ ვიმეორებ პრობლემა არ მაქვს თავარი არის რომ ის კონკრეტული 3-4 პირი ვინც მერობის კანდიდატია იყოს კარგი მერი ამა თუ იმ ქალაქისთვის მაგრამ მე აქ ფარისევლობაზე ან არასწორობაზე ან ჩვენ რო გვაბოლებენ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას ჩვენ გვაბოლებენ რომ თითქოს ებრძვიან ხოლო თავად კი შესანიშნავ ურთიერთობებში არიან ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებთან ცნობილებთან თუ ნაკლებად ცნობილებთან ფართო საზოგადოებისათვის LGBT თემთან და ეს LGBT ოღონდ არა დაკამინგაუთებულთან ხაზგასმით ვამბობ იმიტომ რომ თუ ვინმე გამოდის ამ მარშებზე და ამათ როგორ შანს ეს აღელვებთ სწორედ რომ თავარი არ გამოიტანო რომ ჰომოსექსუალი ხარ LGBT თემის წარმომადგენელი ხარ თავარია ფერადად არ გეცვა თორე საბოლოო ჯამში რა პრობლემაა ხო და პრობლემა დიახ მართლაც რა პრობლემაა საბოლოო ჯამშიც და არა საბოლოო ჯამშიც ვიღაცას ეცმევა ვიღაცა შემოსილი იქნება ცისარტყელასფერებით და ვიღაცა არ იქნება ვიღაცა დაკამინგაუთებული იქნება ესია ყველგან და ვიღაცა დაკამინგაუთებული არ იქნება უბრალოდ ადამიანებს ეშინიათ დაკამინგაუთება რომ იცოდეთ იმის გამო რომ ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ბანდეი მათ ტაბურეტებსა თუ ჯვრებს ჩაარტყავენ თავში მე ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა თავად არის ჰომოფობი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ აი ამ გვარ თემს თავადვე უწყობს ხელს და პრობლემა ის კი არ არის რომ უწყობს ხელს, პრობლემა არის ის რომ ჩვენ სხვა რამეს გვეუბნება, ჩვენ გვაბოლებს, ჩვენ სულ სხვა რამეს გვაწვდის ანუ რუსულ მესიჯებს გვაწვდის რომ ესენი ჰომოსექსუალები თუ LGBT თემის წარმომადგენლები არიან გასაგდები არიან საზოგადოებიდან, გასარიყნი არიან საზოგადოებიდან. აი ეს არის პრობლემა. და გახარიას ყველა არ ვახსენე, გახარიას ისი თქვენ რომ და აბრალეს, რა ქვია, Deep State-ელობა და არ გამოურიცხავ რომ რომელიღაც ეტაპზე ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება რომელიც არ გაამართლებს საკადრო გადაწყვეტილებაზე. ლაპარაკობ პირველ ყოვლისა სწორედაც რომ შესტენონ არ არსებულ Deep State-ი არ არსებობს და ბიზინა ივანიშვილის კომპლექსები კი უხვად არის ამ ქვეყანაში. ნახვამდის.